მადლობა ბელც. გამარჯობა მოგესალმებით მანუს შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. გილოცავთ მეგობრებო, ულოცავ კოალიციურ მთავრობას და ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვებას. აბა თქვენ იცით, ახლა სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ქვეყნის სწორი საგარეო და საშინაო კურსი. ეკონომიკის აღმავლობა, ადამიანების დასაქმება, წარმატებები. ეს რაც შეეხება წალენჯიხას. ახლა კი რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, აი რა ვიცი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. მაშინ ასე ძვირფასო მეგობრებო, წალენჯიხის დროით 10 საათია და ვიწყებთ ვანოს შოუს. ისე წალენჯიხა რაღაცნაირად ჩემს თავს მაგონებს, იცით, აი წარმოიდგინეთ, რატო ახლა წალენჯიხა ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ხო და ახლა სატელევიზიო სივრცეს გადახედეთ ახლა, ხო და დასკვნას თქვენ თვითონ გააკეთეთ ახლა. არა, რაღაცა მაქვს ეს ცოტა ამბიციური გამოხტომები და თავში ავარდნის მომენტები, მაგრამ ისეთია მაინც სწორად სწორ დროს ვიცი ხოლმე და მაინც ისეთია. როგორც იქნა დასრულდა ადგილობრივი ბედისწერა 2021, რომელშიც გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, ხო, ეგრეა, საქართველოში არჩევნები არ ტარდება, საქართველოში ტარდება ბედისწერა. პარტიები ინდომებენ, ამომრჩეველი ირჩევს კოალიციურ მთავრობას, მაგრამ ბოლოს რაც CSKO-ში გიწერია, ის არ აქცდება. ანუ ადგილობრივი ბედისწერა დავარქვი ამას. ეს არჩევნები როგორ ჩატარდა, იცით, აი მაგალითად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, აი წარმოვიდგინეთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია საფრანგეთი და ანდორა. კაცმა არ იცის ანდორა როგორ მოხვდა ფინალში, მაგრამ მოხვდა რა. და მოკლედ წინასწარ იცი რომ საფრანგეთი მოიგებს. ნუ სპორტის ექსპერტების ამბობენ რომ საფრანგეთი იგებს, თამაში დაიწყო, პირველ ტაიმ მოიგო საფრანგეთმა, მეორე ტაიმიც მოიგო საფრანგეთმა, მაგრამ მოულოდნელად CSKO-ს მსაჯმა დამატებითი დრო დანიშნა. მიუხედავად ამისა, დამატებისშიც გაიმარჯვა საფრანგეთმა, ზეიმობს მაყურებელი, გულშემატკივარი. საფრანგეთის ნაკრების წევრები ულოცავენ ერთმანეთს, UEFA-მ გადასცა მედლები, გადასცა თასი, იღებენ სამახსოვრო ფოტოებს და აი ამ დროს CSKO-ს მსაჯმა გააბათილა დამატებით დროში გატანილი გოლები, მოგება ჩაუწერა ანდორას და ბურთი დაჭრა. მოკლედ, მეგობრებო, გილოცავთ ანდორა მსოფლიო ჩემპიონია. აი ესეთი მაგალითი მოვიყვანე, იმიტომ რომ აშკარად ესეთი შეჯიბრი იყო ამ არჩევნებზე. იმდენად დაეკარგა აზრი არჩევნებს, იმდენად ჩაიგდო ბიზნამ ხელში ნებისმიერი საარჩევნო სისტემა, ქვეყანაში მისტერ საქართველო რო ჩავატაროთ, შეიძლება ადიკო ივანიშვილმა გაიმარჯოს. ესეთი შეგრძნება მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არჩევნები გაუქმდა, თუ რამე არ შევცვალეთ, უკვე საქართველოში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და ეს ქვეყანა შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩულანივით. შეგიძლიათ პერიოდულად შემოხვიდეთ, ტყემლები, აჯიკა, მურაბები აიღოთ და გახვიდეთ ისევ ქვეყნიდან, აი მხოლოდ ჩულანივით გამოიყენოთ ეს ქვეყანა. ჩვენი ქვეყნი და ჩვენი შვილების უახლესი რამდენიმე წლის ბედს წყვეტენ ძველი ბიჭები და CSKO-s ქალები. აი როგორი ქალები წყვეტენ, იცი ქვეყნის ბედს, აი ბანკომატიდან ფულის გამოტანა, რომ დღემდე მათთვის ურთულეს ამოუხსნელ ოპერაციას წარმოადგენს. აი ესეთი ქალები წყვეტენ დღეს საქართველოში ბედს. ძალიან ბევრი უხეში დარღვევა დაფიქსირდა არჩევნებზე, უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა ამტკიცებულების სახით. მოდით გავიხსენოთ საარჩევნო უბანზე გაყალბების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო. აი ბაღის თანამშრომელს რა უნდა მან ჩაყუზული. გასაკეთებთ ხალხო. რა გინდათ? ეს სიები რა გიტანთ? მათხოვის ფელისიები ახლა ამ თავს. დაფერვა? და რატო იმალები თქვენ? პანაშვიძე აქ მერხების ქვეშ? მერხების ქვეშ იკრიბეს ხო პანაშვიდს? პანაშვიდს იკრიბებით მერხების ქვეშ. საერთოდ ეს ვიდეო სასაცილო კი გეცინებათ, მაგრამ ეთქვა მიეჩვიეთ, რომ ესეთიც უნდა იყოს. ეს ქალბატონი მასწავლებელია, მეგობრებო, თავშიო შემოიტყა ეს ფურცლები, დიახ, მასწავლებელია და სხვათა შორის ძალიან კარგი პედაგოგი ყოფილა. ხო, რა გაგიკვირათ, ეს ქალი ქვეყანას ექცევა ასე, თორე ბავშვებთან ძალიან კარგია. ძალიან კარგი და თბილი ადამიანია. ამ მასწავლებლის შემთხვევაში გამოთქმა მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი შეიცვალა და ასე ჟღერს გამყალბებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 პირადობის მფლობელიო, აი ამ ხალხს უხდება. ამ ყველაფრის მერე ეს მასწავლებელი შევა საკლასო ოთახში და თქვენ შვილებს უნდა მისცეს განათლება. რანაირად უნდა ასწავლოს ამ ქალმა ბავშვებს დავით აღმაშენებელი, როცა შინაგანად ლიპარით ბაღვაშის მხარეს არის.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ. მართალია ამ ვიდეოზე გაყალბება არ ფიქსირდება, მაგრამ ჩემი აზრით ყველასგან გამორჩეულია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, თქო გავუშვათ ვიდეო, რომელშიც ფოთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დათვლის პროცესია გადაღებული. მოდით ვნახოთ, როგორ აცხადეს დამკვირვებელი ოცნების კანდიდატს. Bekavacaradze. Bekavacaradze. გიგი უგულავა ჩუმათაბოს გიგი უგულავა და მეორე ბიულეტის რო აიღოს ოცნების ბეკავაჭარაძე აი ესე აცხადებს რა აი უფრო ისე აცხადებს რომ აი ოცნების კანდიდატს რო აი რო წესით ყოველ გამოცხადების შემდეგ ეს ბეკავაჭარაძე უნდა შემოდიოდეს და ნომერს აკეთებდეს რა წესით ამბაზე ბოლოს ასე უნდა დამთავრებულიყო ხმების დათვლა და გაყალბებაში მონაწილეობდნენ ნარგიზა თუშურაული სიალა ეძგვერაძე ნანა ხომერიკი ძველი ბიჭები და გაყალბების უცვლელი რეჟისორი და სულის ჩამდგმელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი აი ესეთი ქალბატონი იყო სასწაული ქართულმა ოცნებამ მეორე ტურში არჩევნები მოიგო ბიულეტინების გაბათილებით. წესით უნდა გაბათილდეს ბიულეტინი, რომელშიც არ ფიქსირდება ამ მომრჩევლის პოზიცია. ოცნებამ ყველაფერი გააბათილა, რაც კი რამე ოპოზიციური იყო. მოდით ვნახოთ ერთ-ერთი გაუქმებული ბიულეტინი, რომელიც გააბათილეს. ვნახოთ. ეს ბათუმის ნომერ 97 საარჩევნო უბნის ბიულეტენია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხოლოდ ამ მინაწერის გამო არ ჩაუთვალეს. ბიულეტენში კარგად ჩანს ამ მომრჩევლის გამოხატული ნება, თუმცა ის მაინც გააბათილეს. აი აქ არ იყო ამ მომრჩევლის ნება გამოხატულიო. იმიტომ არ იყო აქ ნება გამოხატული, რომ ამ მომრჩეველს ბიძინახვის კი არ უნდა დაეწერა, შეეშალა და ბიძინაობა უნდა ყოფილიყო აქ. ისე მეტი რანაირად უნდა ყოფილიყო ამ მომრჩევლის ნება, ხუთიანი აქვს ტიპს შემოხაზული და ქვემოთ ბიძინას აგინებს. აქ ამ მომრჩევლის ნება კი არა, ამ მომრჩევლის სართულებიანი ნება არის გამოხატული რეალურად რო შეხედავ ბიულეტენს. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ ოპოზიციის ამ ხედვას არ ეთანხმება რაღაცნაირი ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილი. მან განაცხადა, რომ წალენჯიხაშიც გაყალბდა არჩევნებიო, თუ მანდო ნიჩრუტი ქონდათო. ამაზე ყველაზე მეტად ხოცები გაბრაზდნენ და ესო ჩვენო რანაირად ვერ მოვიფიქრეთო. ერთი სიტყვით ალეკოს ალბათ მალე ხოცების ჩატში ჩაამატებენ ადმინად, რომ მაგაზე კარგ მესიჯ ბოქს ახლა რეალურად არავინ ვერ იგონებს. საუკეთესო არის. დღეს გადმოსახედიდან დღევანდელ გადმოსახედიდან ალეკოზე კარგ ხოცურს არავინ არ ამბობს. სხვათა შორის ალეკო ელისაშვილი 2 დღის წინ ჩატარებული პრეზიდენტის ბრიფინგითაც იყო კმაყოფილი. ყველა სალანძღვას სიტყვას უკან წავიღებო. ისე მომეწონა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაო. ალეკო ელისაშვილის როლი და დანიშნულება მინდა გავიგო. რა არის ქართულ პოლიტიკაში და აი ვერ ვიგებ. აქეთ არჩევნები ყალბდება, იქით ოპოზიციის აქციებია, იქით სუსი იძახისო, ვიღაცას რევოლუციას ამზადებსო, ამასო არ დაუშვებთო და ამ დროს ეს დგას და რაღაცებს იძახის. რომელსაც დიდად ყურადღებას არავინ არ აქცევს. ამ ლოგიკით ალეკო ელისაშვილი არის ქართული პოლიტიკის პრომოგოგონა. დგას თავისთვის რაღაცებს გვეუბნება, ფლაიერებს გვირიგებს, ჩვენ ვცდილობიანად ვართმევთ ფლაიერებს, მაგრამ დიდად ყურადღებას არავინ არ აქცევს. აი ეს არის ალეკო ელისაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში. საინტერესოა რას ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციური პარტია სტრატეგია აღმაშენებელი. მაგრამ პრინციპში მაგათ არ არცალიათ, იმიტომ ძალიან ძიმე კვირა ჰქონდათ გიორგი ვაშაძემ სახელი შეუცვალა ფრაქციას და ნაცვლად შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს აწი ერქმევა რეფორმების ჯგუფი. გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელი ამოიღო ფრაქციის სახელიდან და დარჩა რეფორმების ჯგუფი. ცოტა ხანში მიხვდებიან, რომ ამ ფრაქციას რეფორმებთანაც არანაირი კავშირი არ აქვს და დაერქმევა უბრალოდ ჯგუფი. რა ვიცი, ჯგუფის სახე, ჯგუფი, რა ვიცი, ქუჩის ბიჭები, ან შეიძლება ვაშაძე ბოის, კარგი არის. დაარქმევენ და მერე იმღერა everybody და გრიგოლი გამოაიე. რაღაცა ცოტა უნდა განვითარდეთ, ცოტა წინ უნდა წავიდეთ.
უკვე 36 დღე გავიდა, რაც მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და სულ უფრო საყურადღებო ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საოცარი განცხადება გააკეთა შიმშილობასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ, ასე გაგვიგიაო ჩვენ რომ ყველას რომ 40 დღე ძლევსო ადამიანიო და 41 დღესო ველოდებიო და თუ ცოცხალი იქნებაო, ძალიან სასაცილო მდგომარეობა შეიქნებაო. ესე თქვა. პრეზიდენტის შიმშილს ხო ხედავთ როგორც უყურებენ და ხალხის შიმშილსაც ასე უყურებენ ძვირფასო მეგობრებო გვაკვირდებიან წესით ხალხი 2021-ში უნდა დავხოცილიყავით ხო და ახლა 2024-მდე თუ გავძლებთ ძალიან სასაცილო მდგომარეობა შეიძლება ამ თარობას რომ უყვებ ერთი ფილმი მახსენდება სადაც სიუჟეტი ასე ვითარდება. ერთ-ერთ ფსიქიატრულ კლინიკაში მიდის დამკვირვებელი და ფილმის სადღაც შუაში აღმოჩნდება, რომ რამდენიმე ხნის წინ მოხდა ბუნტი და ახლა კლინიკის ექიმები არიან ექიმის ფორმაში გადაცმული პაციენტები, ხოლო პაციენტის ოთახებში გამოკეტილი ყავთ ექიმები. განსხვავება ის არის, რომ იქ 40 წუთში ხვდები ფილმის სიუჟეტს და ჩვენ 9 წელიწადში მივხვდით, რომ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანები გვმართავენ. ხვდებით რა შესაძლებელი უფასო მეგობრებო. თვალებიც ხო ნახეთ როგორ ამაკ დაკაჩული. მივხვდით იგრძენით ხო ამ ხუმრობის სიძლიერე. ქვეყანაში, რომელშიც ეკონომიკის ნაცვლად პოლიტიკური ვითარება ადუღდა, სად არის პირველი პირი? წესით ხომ უნდა მუშაობდეს კაბინეტში გუნდთან ერთად ამ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს? არა, ირაკლი ღარიბაშვილი კლიმატის ცვლილებების კონფერენციას დაესწრო. სოფლიო ლიდერთა სამიტზე ღარიბაშვილი ჯასტინ ბიბერის ფანივით იქცეოდა. ყველა ცნობილ ადამიანს დასდევდა და ფოტოებს იღებდა, ფოტოების გადაღებას თხოვდა. ღარიბაშვილმა სურათები გადაიღო სოფლიო ლიდერებთან, მერკელთან, ბაიდენთან და 1-2 ფოტო ბილი აილიშთანაც აქვს გადაღებული, რომ თინეიჯერების გულის რომ მოიგოს, რომ აჩვენოს, რომ ვესი აქვს თინეიჯერებში. ხვდებით რა შეასაქმე ირაკლის. საოცარი ფოტოები აქვს გადაღებული, უბრალოდ აი როგორი ფოტოები აქვს, იცი? აქეთ რომ ბაიდენი და მერკელი რომ ლაპარაკობენ რაღაცას და ეს რომ აქედან არის ესე და ისინი ვერ ხედავენ ოღონდ ვინ ადგას უკან რა და ეს ესეთი ფოტოები აქვს გადაღებული ვითომ აი საქმე რა ხალხში აქვს საქმე მივხვდი აა ხალხშია გარეულია რა სოფლიო ლიდერები დაფასებული კაცი სოფლიო პოლიტიკაში რა ვქნათ, გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს დანებებას კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები გაიმართა დიდ ქალაქებში. ხოლო ხვალ გაიმართება დიდი აქცია დედაქალაქში, როგორც ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, ისინი არ აპირებენ შეჩერებას და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ამ დროს გამოჩნდა შუაშისტების კატეგორია, რომლებიც ამბობენ, რომ აუ, ეს ქუჩის აქციები და ისეთი რაღაცა წარსულში დაბრუნება რა უბედურებაა, ესე ამბობენ. რა უბედურებაა, ხო? ჩვენ არჩევნების გზით უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტება. ესე შუაშისტების გუნდია რა, ესეთი არსებობს. რას გეტყვით, იცი? აი ესეთ მაგალითს მოგიყვათ, წვიმიან ამინჩი სოფლად რო ქორწილია და სეფაა გაშლილი, ტალახში რო არის ამოსვრილი ყველა და შენ ამ ქორწილზე ესე ფუჟერებით ხელში ალაფურშეტი რო გიდა რომ მოაწყო რა, მივხვდი? აი ამ ტალახში ამოზელი და ფუჟერებით ხელში რო გიდა რომ მოხვიდე. აი ჯერ უნდა დაშალო სეფა. მერე უნდა გადახვიდე გადახურულ კაპიტალურ შენობაში და მერე მესაუბრე ფუჟერებით ხელში წყნარი მუსიკის ფონზე. მივხვდით რას გეუნებით? ეხლა ჩვენ ვართ სეფაში. ტალახში ამოსვლები და ძალიან ხოდა ალაფურშეტს ნუგთხოვთ. არ არის ალაფურშეტის დრო. ოპოზიციის გააქტიურებასთან ერთად გააქტიურდა სუსიც. მან 2 დღის წინ განცხადება გაავრცელეს, რომ სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებშიო შეინიშნება რევოლუციის მოწოდებებიო, რაც კატეგორიულად დაუშვებელიაო. ასე თუ გაგრძელდა, მალე აღარ იქნება ძვირფასო მეგობრებო, ესენი თუ აგვიკრძალეს რევოლუციის ხსენება, ალბათ მალე აღარ იქნება ესეთი სიტყვები, როგორიცაა განვითარება, რეფორმები, პროგრესი. არა ეს იმიტომ კი არა, რომ ვინმე ამასაც აგვიკრძალას, არა, უბრალოდ ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც ფიზიკურად აღარ დაგჭირდება და რომ გამოვიყენოთ და თვითონ ლექსიკონიდანაც თავისით ამოვარდება. მივხვდით, ლექსიკონმა იცის ენა თავისით ამოგდება სიტყვებს ხშირად თუ არ ხმარობთ. ხო, ხრება რა რაღაც სიტყვები რა რაღაც. მოკლედ სუსმა აკრძალა სიტყვა რევოლუციის გამოყენება, ვერ ვიტყვით ვერსად.
ვერ გამოიყენებ რევოლუცია, შეიძლება დაგიჭირონ ამის გამო, არა და რა გინდა რო ქნა. არჩენებით ამათი გაშრობა გამორიცხულია. ამიტომ ხალხი უნდა დაავდგეთ ერთ მუშტად და მოვაწყოთ ბრგევოლუცია მაგალითად. ხო, ბრგევოლუცია. საერთოდ არ მიხსენებია სიტყვა რევოლუცია, ვერ მომდებ ჩარს, ასე რომ ვერაფერს მიზავს. ერთი სიტყვით სასწრაფო წესით უნდა დავირაზმოთ, უნდა მოუწყოთ ამათ ბრგევოლუცია. ავამხოთ ეს ხელისუფლება. იმიტომ რომ ასამხობია იძინა მდივანიშვილის რეჟიმი. აუცილებლად უნდა ავამხოთ იძინა ივანიშვილი. დიდი მადლობა ჩვენ შოუს უთხრას აპოლოს ბენდი ამონა ლეკეშის ხელმძღვანელს.